მოგესალმებით ყველას. დაგიბრუნდით ჩემებთან ერთად, რომელიც თქვენასაც ძალიან გიყვართ და მოდი ვარიანტებისთვის ასე გამოვიყენებ. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. აირჩიეთ ერთ-ერთი. და ესე გავაკეთებ. აი ამ ვიდეოში მექნება პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი მექნება შემდეგ ვიდეოში. რომელსაც ერთ-იგივე დღეს დავწებ. პირველი ვარიანტი მით შეიფიქრეთ. და გასწრებენ დღეს თქვენ. გასაგებია. დავიწყოთ. უპირველეს ყოვლისა ამ გაშლაში, იმ გაშლა არ არის. რაც არის, მოკლედ. მგონია რომ უმრავლეს თქვენთაგანი ან დაქორწინებული ხართ, ან თუ ჯერ წყულში ხართ და ურთიერთობა არ გაგიოფიციალურებთ, უახლოეს პერიოდში მგონია რომ დაქორწინდებით, ეს ერთი. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რაც თქვენთან ეხლა მოხდება, არის ის, რომ რაღაცა დიდი ფინანსური გამართლება, ეს შეიძლება ეხებოდეს მანქანის ყიდვას, სახლის ყიდვას, ყოველ შემთხვევაში ვიღაც მამაკაცისგან გექნებათ დახმარება. დახმარება ხო რაღაცა ფინანსური, ან ფულს გასესხებთ, ან თვითონ გაჩუქებთ, ხო? ანუ რაღაცა უფრო საჩუქრად აღვქვა, მე ვფიქრობ, ხო? ან შეიძლება გაკლდებოდეთ და ამისი, ხო, ინვესტირება მოხდეს თქვენში. ასევე ხო, ამ შემთხვევაში მგონია, რომ თქვენს რომელიღაც მეგობარს შეიძლება დაჭირდეს ან საავადმყოფოში გაყოლა. ან აი რაღაცა თქვენი დახმარება ჭირდება, აი თქვენი გვერდში დგომა ჭირდება. რაღაც თავისი აი რაღაცა არასასურველი პასუხი აქვს, ხო? დაქალს ან ნათესავ ქალს შეიძლება ეჭვი ქონდეს რაღაცა ონკოლოგიურ დაავადებაზე, მაგრამ იცოდეთ რომ პასუხი ხო, პასუხი არის ძალიან 50-50-ზე. მაგრამ უფრო მეტად მგონია რომ იმედგაცრუებას და ნერვიულობას წარსულში მოიტოვებს ეს ადამიანი. თუმცა მართლა ძალიან 50-50-ზეა. აი სანამ კლინიკაში გაყვებით ამ ადამიანს ილოცოს უშუალოდ თავისი წინა, ანუ ერთი რო ღმერთს თხოვს ადამიანი, მაგრამ თავის წინაპრებს თხოვოს დალოცვა. თავის საგვარეულო ხაზს, თავის ნათესავებს, გარდაცვლილ ნათესავებს. ზოგადად ადამიანები ვერ ვაფასებთ ჩვენი წინაპრების დალოცვას. ჩვენს გარდაცვლილ ადამიანებს სათანადოდ ვერ ვაფასებთ და აი ამ ადამიანს სანამ გაყვებით, აი ეგრეთ სთხოვეთ რა, ახლა ერთი სანთლის დანთება არავის არ დააქცევს, ხო? სთხოვეთ, რომ თავის წინაპრებს თხოვოს დალოცვა. სანამ აი ამ ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას დაიწყებს, ხო? ასევე რაღაცა თქვენ გზა გელოდებათ. აი გაიხარებთ, რასაც ქვია, აი ძალიან განთავისუფლდებით, ემოციებისაგან დაიცლებით, ხო? ნეგატიური ემოციებისაგან დაიცლებით და შევსებთ დადებით ემოციებს, რაღაცას ისეთ ქარ ემოციებშიც იწევთ ყოფნა.
თუ იყო რაღაცა საკითხები, რასაც გენერვიულებოდათ, იცოდეთ, რომ ეგ სტრესები თქვენ ვერ გაგტეხავთ. არ არსებულია. მაგრამ არის გარკვეული საკითხები, რაშიც ცოტა იმედი გაქვთ გადაწურული, რაშიც გამოსავალს ვერ ხედავთ თითქოს. ეს ეხება ვიღაცა ქალს. ვიღაცა ქალთან დაკავშირებით რაღაცას ბოლომდე ვერ აღიქვავთ, ვერ ხედავთ, ვერ იჯერებთ თუ რაღაც ხო, ანუ რაღაც აი ნათლად არ უყურებთ ამ სიტუაციას, ანუ რაღაცა ძალიან დაბრკოლებად გეჩვენებათ, მაგრამ გამოსავალი არის ისევე თქვენგან. აი იცით როგორი რა პასუხია, რომ აი თითქოს რაღაც ენერგია უნდა მოგროვდეს თქვენში და შემდგომ უნდა აი იფეთქოს, ხო? მგონია, რომ აი ძალიან მალევე უახლოეს პერიოდში თქვენ შეიძლება დაქორწინდეთ, იმიტომ რომ აი ეს ორი ძვალი ფერებით მაქვს მონიშნული. გავარჩიო ხოლმე ქალი რომელი და კაცი რომელი. ძალიან მალე დაქორწინდებით. ძალიან. ყოველ შემთხვევაში ვიღაცა ხელს გთხოვთ, ან ძალიან ესე სერიოზულად დაგელაპარაკებათ რა. ხო. და სხვათა შორის მინდა იცოდეთ, რომ თქვენ ძალიან დიდ განსაცდელს და უბედურებას გადარჩით. იმიტომ რომ წეღანა ეს მივარდებოდა აქეთ და ეს ძვალიც იდეაში შეიძლება გზასთან დაკავშირებულ რაღაც საფრთხეს ასდით. ეგეც არ არის გამორიცხული. აი გზაზე. რაღაც ავარიას ან ხო რაღაცა ესეც გადარჩით. ან მომავალში გიქნებათ სახიფათო სიტუაცია, მაგრამ გადარჩებით. ხო. ერთი დიდი იმედგაცრუება კი გაქვთ უკვე წარსულში მოტოვებული. ვინც მარტო ხელები ხართ, თქვენთან სიყვარული მოდის. მაგრამ ეს არ დაივიწყოთ, ეს ქალი არ დაივიწყოთ არაფრით. აი ეს ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა გითხარით, სანამ იმ კლინიკაში გაყვებით თუ რაც არის, რაც არ უნდა ხდებოდეს, ილოცოს თავის წინაპრებთან. ღმერთის რწმენა კარგია, მაგრამ წინაპრებს აქვს უდიდესი როლი ჩვენ ცხოვრებაში ყველასთან. ეს იყო პირველი ვარიანტისთვის. მე მინდა შეგახსენოთ, რომ პირადი კონსულტაციები ჩვენებსაც მაქვს და სრული შემთხვევაში შეგიძლია ნომერზე დამიკავშირდეთ 511-91-78. ეხლა გადამშვიდობებით თქვენ და მეორე ვარიანტზე გადავალ, ვინც აი ეს მწვანე თქვა ჩაიფიქრე ნახვამდის დროებით.